Geeks Club-ის ჩანელში, სადაც იტვირთება ტექნოლოგიური ნივთების განხილვები, unboxing-ები, ინსტალაცია, ანუ დამონტაჟების გაიდები და დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი გაიდი გვექნება ამ ეტაპზე კომპიუტერის ნაწილი, კერძოდ გაგრილება. მივიხილავთ Corsair-ის H80i-ს, რომელიც გამოვიწერე Amazon-იდან და ასევე თქვენთან ერთად ჩავაყენებ ჩემს სისტემაში. გაგრილება დაედება ახალი კოდნეიმით Devil's Cannon-ის პროცესორს i7-7790K და ვნახოთ, შესაძლებელია ტესტებიც დავდო თუ როგორ კარგად მოერგო კულერი პროცესორს. გარეგნულად კი, რასაც ვიტყვით, Corsair-ის ყუთები ყოველთვის იდეალურებია, რაც შეგვიძლია წავიკითხოთ, ის არის, რომ ეს არ არის ძველი H80, ეს არის H80i, რომელსაც აქვს ბევრად გაუმჯობესებული კულერი, ნაკლებად ხმაურიანი არის და უფრო წარმატი არის. ასევე აქვს დახვეწილი პომპა და ამ პომპაზე ინტეგრირებული არის სოფტი ლინკი, Corsair ლინკი, საიდანაც ვაკონტროლებთ მთელ кейსს, ანუ кейსში დედადაფაზე არსებულ ნებისმიერ კულერს ვაკონტროლებთ სწორედ ამ кейსიდან და მთელი кейსის ტემპერატურა შეგვიძლია გავსინჯოთ Corsair-ის ლინკის დახმარებით. ძალიან კარგი საჭირო პროგრამა. შეიძლება ესეც ითქვას, რომ ამ პროგრამის დახმარებით თუ რაღაც ძალიან ბევრი კულერი არ გაქვთ, ასე 7, 8, 10 კულერი არ კიდევთ, ანუ უფრო მეტი кейსში არც არის მანკონტროლის ყიდვა საჭირო, რადგან ჩვენივართ ართმევს მცირე კულერებს, როგორიც არის 2 თვითონ ამას აქვს, ამის 2 კონტროლი, დამატებით რომ ჩავდგათ 3 ან 4 კულერი, ეს Corsair-ის ლინკი აბსოლუტურად ნორმალურად მოემსახურება ჩვენს ნებისმიერ მოთხოვნას, რაც თავადია და ვერაც მომწონს. Corsair-ის ლოგოს შეგვიძლია შევცვალოთ ფერი, გავანათოთ ის რამ, რადაც გვინდა. მოდით ახლა გავსმოთ და ახლოდან ნახოთ, შიგნით ნახოთ რა დევს ამ ყუთში. ეს არის ჩვენი Corsair-ის Hydro სერიის კულერი H80i. აი ასე გამოიყურება კულერი. ყუთი. აი ასე. მოდით გავხსნათ. ჩავდოთ რა დევს. ეს არის ჩვენი კუპა, ლინკის კაბელი, ესენი ამოვიღოთ და მაგიდან შევეცდები მთლიანად გავშალო. ეს ჩვენი რადიატორი, რომელიც ძალიან კარგად არის, იდეალურ მდგომარეობაშია. ეს ჩვენი პომპა თერმოპასტით. ეს ნაგავი თერმოპასტა უსვია და ამას გავწმიდო, ჩემი თერმოპასტა უნდა წავუსვა ამ ეტაპზე H1, მაგრამ სამომავლოდ რა დღეს ველოდები უკვე Arctic Silver 3-ს, ეს ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ. ეს არის ჩვენი high performance კულერები. ესეც ჩვენი კულერი. მეორე კულერი. ეს არის ამ კულერების ჩამრთველი. აი ეს დაგჭირდება. ეს ჩვენი Corsair-ის ლინკი, რითიც USB პორტს უკავშირდება. ჩვენი ფიტინგები, კი არა და მაუნტები, აქ არის AMD-ს და Intel-ის სამაგრები. ჩვენ დაგჭირდება Intel-ის სამაგრები და უფრო კარგად განახებ ცოტა ხანში, რომელი სამაგრები დაგჭირდება და რატო. მოვიღოთ ახლა ჩვენი. ეს არის სკელი რადიატორი, ანუ ამას ეძახიან ორმაგ რადიატორს, სადაც მაგდება აი ეს 2 კულერი, აი ესეთი ტიპით. აი ესეთი ტიპით ეს აქიდან, აი ესეთი ტიპით მაგდება 2 კულერი, ეს აქიდან.
აი ესე და ეს იდგმება უკვე case-ში. რაც შეეხება აი ამას, ესე იგი ეს ლოგო ანათებს ნებისმიერ ფრად, რაფრადაც დაგჭირდება. აი ეს არის ჩვენი Corsairs ლინკი, სწორედ ეს ერთდება. აი ესე. არა, აი ეს. რითიც უკვე უკავშირდება ჩამონტაჟებული ჩიპი, data დაფას და soft. ეს არის SATA კაბელის შესაერთებელი, საიდანაც პომპა იღებს ელექტროენერგიას. ეს არის მთვლელი, ანუ რომელიც ბრუნებს, თვლის პომპის ბრუნებს. აი აქ აქვს კულერების, თუ არ ვწდები, წესით ეს არის ორი შესარჭომი, მაგრამ ერთისთვის ირჭობა, იმიტომ რომ აქვს მხოლოდ აი ეს ამ კულერისთვის ეს პომპას აქა ესე ორი, იმიტომ რომ პომპა არ არის შეცვლილი, ამ დროს იცვლება მხოლოდ რადიატორების ზომა, ანუ HCI's გულისხმობ, რომელსაც შეგვიძლია 4 კულერი დავყვანოთ, მაგრამ არ არის პრობლემა, აი ესეთის მეორეს გამოწერის, რომელიც კაპიკები ღირს, შემთხვევაში შეგვიძლია კიდე ორი ფანი დავაერთოთ, სადმე case-ში დავდოთ, ამას დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, რაც ძალიან კომფორტულ და კომფორტს გვაძლევს. ეხლა კი ვნახოთ, როგორ უნდა ჩავაყენოთ ეს გაგრილება ჩვენს case-ში. ამისთვის მთავარია და საჭიროა გქონდეს ტატუირკა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. გავსნათ პაკეტი, სადაც ფოკუსი გავასწოროთ. აქედან ჩვენ უნდა ავიღოთ backplate. აი ეს არის Intel-ის სამაგრი და არა მეორე, რომელიც AMD-ის სამაგრია. აი ეს არის AMD-ის სამაგრი უკვე. მითქმა სჭირდება ახლა ჩვენ 4 ხაზი აი ეს. 4 შეხედეთ რა ძალიან მაგარია. ესენი ავტორს განსაკუთრებით ხელით შეგვიძლია დავიჭიროთ. ასევე უნდა ავიღოთ Intel-ის ეს ორი ცალი განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს არის 21 სოკეტისთვის, რომელსაც თვითონ სოკეტშივე აქვს შურუპების დასაჭერი განკუთვნილი. ეს კი უკვე არის Intel-ის 1150, 55, 56 სოკეტების დამჭერი. ჩვენ გვჭირდება აი ეს მაუნტები. რომელიც უნდა 4 ცალი. ცალი კიდევ გვჭირდება ეს რა არის. ესე იგი გვჭირდება სამაგრები 1 8 ცალი 2 3 4 5 6 და 2 7 და 8 და შემდგომ უკვე ეს ემაგრება აი ესე და აი ესენი ეჭირება თავზე. ამებს რომ დაუჭერთ უკვე ჩვენი კულერი მზად არის. ეხლა ნახავთ ფიზიკურად და რეალურად როგორ ხდება ეს ყველაფერი. სანამ ამას ვიზავთ, ჩვენ უნდა დავამაგროთ კულერები. დავამაგროთ კულერები აი აქ. ეს არის 120 მმ-იანი კულერები. რაც ვათავსებთ მის ჭრილში.
ძალიან მოჭერაც არ არის საჭირო, იმიტომ რომ არსად არ გაგვექცევა. უბრალოდ თავი იყოს მყარად, რომ არ იხმაუროს. ჰაერი აქიდან შეაქ, გამოაქ და მაქსიმალურად რო გამოიტანოს. აქ ის არის უნდა გქონდეს, კი, ანუ ეს გააქვს უკან. აი, ასე ვამაგრებთ, აი ესე იქნება ჩვენი ეს შემტანი. შეაქ და გააქ. განიცდი არ არის. აი ესე ამას case მოვადებთ აქ. ასე კი ეს არის Cooler Master-ის HAFX XB. ესეთი ჰორიზონტალური ტიპის case, რომელიც on-board სისტემის გამოდგება, ამების ხალხი ჩახსნას ვაპირებ და დავდო ვიქით მხარეს. მთელი სისტემა ნათლად ჩანდეს, ეს არის ჩემ დროებითი დედადაფა, ჩემი არსებული დედადაფა კილერის ფატალი სერია Z87 ჩიპსეტზე გავყიდე. შესაბამისად ვიყიდე აი ეს გარდა ეს დაფა დროებით. ეხლა ვაპირებ ვიყიდო Z87 პროფესიონალი ფატალიტი სერიიდან. არის განხილვასაც დავდებ შემდგომ. ეხლა კი მოდით დავმონტაჟოთ. ჯერ ამისთვის გავთიშოთ დენის წყარო, შემდგომ ჩავხტოთ, რათა მთელი კონდენსატორებში არსებული დენი გამოიცალოს. ეს არის მზად ვართ, ეხლა მოვაწეროთ არსებული კულერი, რომელიც ამ სერიის პროცესორისთვის არის რაღაც საშინელება. კიდევ ერთხელ ვამბობ 4790K, აი 7. ამაზე box cooler-ზე მუშაობა არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ძალიან ცხელდება და გაცხელების გულისთვის რომ ვითამაშო ან რაღაც რო გავაკეთო. სიხშირეები მქონდა 4 და 4-დან დაწეული 3 და 5-მდე. ეხლა თერმოპასტა. ეს არის Noctua H1, ძალიან ცოტა ყატარჩენილი, მაგრამ როგორც გითხარით დღესაც კი შეიძლება წავიდე და გამოვიტანო Silver 1, მაგრამ ერთ წასმას ეს ეყოფა. კარგად გავასუფთავოთ. ამას ამოვუდოთ backplate-ი ქვეშიდან. ეს დაშლა იმედი არ მომწევს. აი ესე დავაყენეთ მაუნტები. რინ მოვიმარჯოთ, აი ესენი რათა მალევე დაუჭიროთ. ეხლა დავადოთ ჩვენი კულერი. კორსაირის ლოგო უნდა იყოს აი ესე მომართული. შეიძლება სიმალურად დავპრესოთ. აი ესე გამოიყურება კულერი. ეხლა კი მივიმაგროთ ეს გვერდით ხარეს. აი ასე. იჩობია. ჯერ თვითონ კულერი დავამაგრო. აი ესე უნდა იყოს, რათა მოახდინოს აერის გადანა. დამჯერებით. და უკვე ამაზე ვამაგრებთ რადიატორს.
საქმეა, მაგრამ ვქნათ ჩიტა ამაც აკიდა პირი თავისუფლებთ, ეს იქნება და ბოლო ეტაპი დაუჭიროთ ესენი და ვჭით. ახლა უკვე ამას შევაერთებთ SATA კაბელში, რომელსაც ვიპოვნი, მეტია, აქ სადმე იქნება. ამას შევაერთებთ, ეს არის მთლერი და CPU-ს ადგილას. ესეც მოძრებული. თადარიგი დავიჭიროთ და Corsair-ის ლინკის კაბელი მივადოთ რა. ჩავვრთნი ლინკ კაბელი. დავამაგრეთ. ეხლა დავამაგროთ კულერი. ეს კულერი დავამაგროთ ესე, რადგან ესენი ხელი არ შეუშალოს. აი ესე გამოიყურება ჩვენი კულერი. მასკერზე გავწერთ. ეს გამოვაწვინოთ და დავაერთოთ USB პორტზე. ესეთ ჩვენი USB პორტი. აი აქ ორი ცალი მაქვს, რომელიც დავაერთებ. ბოლოში რომელიც არის დავაერთოთ და ჩვენ უკვე ონლაინში ვართ. აი მგონი ზად არის ყველაფერი იმისთვის, რომ უკვე ჩავრთოთ სისტემა. ესენი აყენია ახლა ავტომატურად მაქსიმალურ მოდზე, დავაყენებ ბალანს მოდზე და უკვე შემდგომ გაჩვენებ მუშაობას. აი უკვე დრაივერი წაიკითხა, სავარაუდოდ დადგა ბალანს მოდზე. ნათება შეგვიძლია შევცვალოთ, როგორცაც გვინდა. ახლა უკვე ვნახოთ რა შედეგი მივიღეთ. სრული 100%-იანი დატვირთვა, ესე იგი ხელით გავწერე. ფანი აყენია დიფოლტზე, ხელით გავწერე ეს ფერები. სელამაზად ქრება და ინთება, ანუ იცვლება. ეხლა მოვა თეთრი ფერი, შემდგომ მოვა ლურჯი, ბოლოს წითელი. გამიყურება, როგორც ხედავთ, ძალიან წარხმაურობს. ძალიან კი არ გამოსაერთო წარხმაურობს. შვენიერი კულერია, მოგითხრათ. Subscription გავუკეთეთ ჩვენს გვერდს, დაიდება სხვადასხვა ვიდეოები, ასევე სხვადასხვა ნაწილებზე და შემოგვიერთით, იყავით შეშლილები, გიქსები და არ დაგავიწყდეთ ჩვენი სოციალური ქსელის დალაიქება.